გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მინდა შემოგთავაზოთ ძალიან საინტერესო ბლოგი, რომელიც მიეძღვნება ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიას და კონკრეტულად აფხაზეთის ომს. პრაქტიკულად ეს იქნება წინა ბლოგის გაგრძელება, რომელი ბლოგიც მე თქვენ შემოგთავაზეთ და რომლებიც ეძღვნებოდა უკრაინელების მონაწილეობას და უკრაინის სახელმწიფოს მონაწილეობას აფხაზეთის ომში. ქართველების წინააღმდეგ მოწყობილ გენოციდში და უამრავ უკრაინელს, რომლებიც ქართველების გენოციდისთვის სეპარატისტული მხრიდან არიან დაჯილდოვებული. თქვენ ეს ვისაც არ გინახავთ, შეგიძლიათ ნახოთ, ეს ბლოგი არის ჩემს არხზე, ქვემოთ ჩამოყვეთ და ნახოთ, რომელმაც ძალიან დიდი ნებათაღელვა და აურზაური გამოიწვია საქართველოში. ასავალ-დასავალის ჟურნალისტმა დედო ჩუბინიძემ ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუს ჩამომართვა, შეგიძლიათ მიმდინარე ნომერში იხილოთ ეს ინტერვიუ, რომელიც ეხება უკრაინელების მონაწილეობას ქართველების გენოციდში და მოკლედ ამ ისტერიკას, არ ვიცი, როგორ უნდა გასცე ადამიანმა პასუხი, არ ვიცი, რას გრძნობს ეს ხალხი, უკრაინელის ხელით მოკლული ქართველი, ასობით ქართველი დასანანი არ არის და მხოლოდ რუსის ხელით მოკლული ქართველი არის, რა ვიცი, სადარდებელი, საფიქრებელი. ესეთი შერჩევითი მიდგომა აქვს სიკვდილთან დაკავშირებით და მტერთან მიმართებაში და ბიოლოგიურ ნაგავს, რომელი ბიოლოგიური ნაგავიც დღეს საკუთარ თავს ვითომ და საქართველოს პატრიოტებს უწოდებს და ვითომ და საქართველოს მომავალს და ისტორიულ არჩევანს მოუწოდებს. მე მინდა ყველას უთხრა, რომ წინა ბლოგში წარმოდგენილი იყო ყველაფერი დეტალურად, მტკიცებულებით. ეს იყო ივან ცუშბას წიგნიდან, რომელიც ეძღვნება აფხაზეთის ომში მონაწილე დაქირავებულებს და მოხალისეებს აფხაზური მხრიდან, რომლებიც არიან დაჯილდოვებული სხვადასხვა სინჯის ორდენებით, ლეონ მეორის ორდენით, ამაცობისთვის, აფხაზეთის გმირის წოდებით და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. შეგიძლიათ ინტერნეტში არის ეს წიგნი მოიძიოთ, ასევე შეგიძლიათ თქვენ თვითონ ელექტრონული ბაზა, რომელიც სეპარატისტებს დაფარული არ აქვთ და ღიათ აქვთ დადებული, შეგიძლიათ შევბრძანდეთ და მოძებნოთ თქვენივე თვალით ნახოთ იმ ეროვნების ადამიანების, იმ მოქალაქეობის მქონე პირების და წარმოშობის ადგილები, ვინც მონაწილეობდნენ ქართველების გენოციდში და თქვენივე თვალით გადაამოწმოთ, რომ ეს გენოციდი, რომელიც ქართველებს მოუწყვენ, არ ყოფილა მარტო რუსების ხელით მოწყობილი, იყო მთელი ინტერნაციონალი გვებრძოდა და ძალიან დიდ როლს თამაშობდნენ უკრაინელები ამ ყველაფერში, მათ შორის აფხაზეთის მერეც იგივე ეროვნული ხელისუფლების წინააღმდეგ, ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ და მაშინ ბევრმა ვაი ქართველმა ესეთი რაღაცა დამიწერა, რომ შენ როდესაც ამას უკრაინელებზე ამბობ, სლავა უკრაინე ბიოლოგიურმა ნაგავმა, ის თქვი, რამდენი ქართველი მონაწილეობდა ქართველების წინააღმდეგ აფხაზეთში და ესე შემდეგ. დიახ, არასდროს არ დამიფარებია ხელი მე მოღალატე ქართველებისთვის, აი ამ ბლოგში მინდა შემოგთავაზოთ, შემოგარგებო, აი ქართველების სახელები, გვარები, ჯილდოები და დამსახურებები, რომლებიც ქართველების წინააღმდეგ მოწყობილ გენოციდში მონაწილეობდნენ სეპარატისტების მხარეს. ეს კონკრეტულად თქვენ გეზღვრებათ, სლავა უკრაინელებო. მე მინდა გითხრათ, რომ თქვენარი ბიოლოგიური ნაგავი იყო ზუსტად ის ხალხი, რომლებიც მაშინ სლავა აფხაზიას მოტივით მიდიოდნენ და ეწერებოდნენ სეპარატისტების რიგებში და ქართველს ესროდნენ ტყვიას. დღესაც რომ იგივე ვარიანტი დადგეს, თქვენარი ბიოლოგიური ნაგავი, რომელი ბიოლოგიური ნაგავისთვისაც ამული ენას არწმუნება ეს რაღაცა სისულელი არის, რაღაცა გადმონაშთია, რაღაცა წარსულიდან და სინამდვილეში თქვენთვის არის სლავა უკრაინე და შიგ ევროპა და ნატო და კვატო მთავარი არჩევანი და პრიორიტეტი და დარბიხართ ქუჩაში უკრაინელების დროშებით, ევროკავშირის დროშებით, ნატოს დროშებით, ირანის დროშებით და მზად ახართ მოწინააღმდეგის ჯარში ჩაეწეროთ
საქართველოს წინააღმდეგ და ტაშს უბრალოდ იმდენ უბედურებას, რამდენი უბედურებაც იქნა უკრაინიდან წამოსული რამდენი ნაღმი, დანაღმვა, რამდენი განცხადება, რამდენი თქვა რომ საქართველოში ბრძოლით შემოდიან, ტაშის ყრა, აი თქვენნაირი სლავა უკრაინელები იყვნენ, მაშინ სლავა აფხაზიას რო იძახოდნენ და ქართულს ტყვიას ესროდნენ, ასე რომ აქ არაფერი გასაკვირი არაა და დღეს შემოგთავაზებთ მე ამ ადამიანების სახელებს, გვარებს, მათი ცხოვრების საცხოვრებელ ადგილებს და დანარჩენი აგერ საზოგადოება, აგერ თქვენ, აგერ მე და ყველამ ამ ყველაფერს ჩვენ თვითონ გავუკეთოთ ნორმალური ხალხი ნორმალურ ანალიზს გაუკეთებს. მოკლედ იმისთვის რომ ძირითადი წიგნები რაც არის გამოცემული აფხაზეთის ომთან დაკავშირებით, შეგიძლიათ ხელოვნურ ინტელექტს კითხოთ, საძიებლო სისტემაში მოიძებნოთ. პირველი რაც ხდება თვალში, ეს არის აფხაზეთის გმირები, რომლის ავტორიც არის ვიტალი შარია, ეს არის ბატონო ის ვიტალი შარია, რომელიც აწლეულების მანძილზე ეხო კავკასიას და რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იყო სოხუმში, ასევე მისი თანაავტორი ამ წიგნის თანაავტორი ასევე არის ეს არის მისი წიგნი აფხაზეთის გმირები, რომელიც გამოცემული არის და ამ წიგნის თანაავტორი არის ასევე ერთ-ერთი ცნობილი აფხაზი არ ვიცი, პუბლიცისტი, ჟურნალისტი თუ სამხედრო კორესპონდენტი გვარად ფაჩულია, რომელიც მონაწილეობდა ამ ყველაფერში. დაგვირდით, გვარებს დააგვირდით, საინტერესოა, თუმცა დაუბრუნდეთ ეხლავე ჩემოგარგებო იმას თუ რა იყო და როგორ იყო რა წიგნები არის გამოცემული, ასევე არის მეორე მსოფლიო ომში მონაწილე აფხაზების, ეს რომელიც ბაზაც ემყარება, რა თქმა უნდა, ყოფილ საბჭოთა ბაზას, ასევე არის აფხაზეთის შვილები, ამის წიგნის გვარსაც დააგვირდით, აქ არის აფშილავა და ასევე კიდევ ერთი ხოჯავა არის, რომელიც ასევე წერს წიგნს ქრონიკები აფხაზი ხალხის სამამულო ომის შესახებ. ამიტომ ჩემი არაფერი, ესე რომ ვთქვათ, ერთი არაფერი დამატებული არ იქნება ამ ყველაფერზე, მე პირდაპირ მინდა შემოგთავაზოთ მასალები აი ამ წიგნებიდან და თქვენ თვითონ დაფიქრდეთ და შეხედოთ სხვათა შორის ხაზი მინდა გავუსვა. აი ხშირად არის საუბარი და თქვენს მინდა გითხრათ რომ არ მიაქციოთ ყურადღება მარტო დაბოლოებული გვარები, აია, ია, ესეთი მეგრულ აფხაზურ გვარებს. იმიტომ რომ აქ არა მარტო ამ გვარის ხალხი გვარის დაბოლოების ხალხი მონაწილეობდნენ სხვაებიც და ძალიან გთხოვთ ყურადღება მიაქციეთ ამ ყველაფერს. ну, მაგალითად ახლა ამ ფაჩულიების საკითხი ძალიან მე არ მინდა ვინმე სხვანაირად მიიღოს, უამრავ კარგ ფაჩულიას ვიცნობ, მათ შორის ჩემი 20 მეთაურიც იყო ჯარში, ესეთი ადამიანი, აქეთ მხარესაც იბრძოდნენ და იქეთ მხარესაც იბრძოდნენ. ну, მაგალითად მინდა ერთ-ერთი გაჩვენოთ ესეთი, ეს 16 წლის ბიჭი, ახალგაზრდა ბიჭი, ამ გვარის წარმომადგენელი, რომელიც დაჯილდოებული არის აი სიკვდილის შემდეგ მამაცობისთვის, მხედრული მამაცობისთვის, ქართველის წინააღმდეგ. ну, ეს უბრალოდ რადგანაც ახლა ამ შარიას მოადგილე ფაჩულია არის, აი უბრალოდ ისე ცნობისთვის, თორე დანარჩენებს ახლა თქვენ ნახავთ აქ ძალიან მარტივად. აი დავიწყოთ მაშინ აი აფხაზეთის გმირების სიით, რომლებიც ბოლოს დააჯილდოვა ეგრეთ წოდებულმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ და დააგვირდით, ჯერ მოდი აქედან დავიწყოთ, ბოლოდან მივყვეთ ამ ყველაფერს, ბოლო პერიოდის, ეს არის ბიგვავა, ასტამურ ბიგვავა, რომელიც აი ამ სიაში არის შესული, ასევე შეგიძლიათ ნახოთ გოგია, რომელიც აფხაზეთის გმირია, ჯილდო აქვს მიღებული. დაკვირდით ახლა ამ გვარებს თქვენ თვითონ შეგიძლიათ ამოიცნოთ ვინ არიან, აი ჯინჯოლია მაგალითად, აი ჯინჯოლიები ძალიან ბევრი არიან, სხვათა შორის
კიდევ ერთხელ ვამბობ ხაზგასმით, გვარებს არაფერს არ ვერჩი, მაგრამ გამახსენდა ფილმი დათა თუთაშხია რითი იქნებიან მამაზე უკეთესებიო თუ მისი შვილებისო ამის გაზრდაო ამას დაცალდაო შვილების გაზრდაო. აი ასეთი ცუდი კაცის გაზრდილი შვილები, ჯინჯოლიები, რომლებმაც საქართველოს და ქართველი ერის წინააღმდეგ ტყვია ისროლეს და არიან ძალიან ბევრი ესეც ქართული გვარები ჩვეულებრივად, შეგიძლიათ ნახოთ, რომლებიც სეპარატისტების მხარეს იბრძოდნენ, ასევე შეგიძლიათ ნახოთ აქ ისეთი გვარი მაგალითად როგორიც არის მაგალითად ქირია, კაკუბავა. ხო, აი ესენი ხო ქართული გვარებია ყველა. ეს ხო არა ჯუშბა, მუშბა და რაღაცა ესეთი რამ. ისევ ქართველების წინააღმდეგ. დააგვერდით? აი ეს ადამიანები არიან. ეხლა მარტო იათი დამთავრებულ გვარებზე არა მაქვს საუბარი, თქვენ ნახავთ შვილზე, ძეზე, იანზე დასრულებულ გვარებს, რომლებიც აფხაზეთის თავდადებული გმირები იყვნენ. ეს თუ ვინმეს დააინტერესებს, სად შეიძლება რომ იქნას ეს მოპოვებული ეს ინფორმაცია, აგერ რა ბატონო. არის აფსნილენდი ესეთი საიტი, სადაც არის შექმნილი ბაზა, რომელი ბაზაც მიუთითებს ადამიანებზე, რომელი ადამიანებიც აფხაზების მხარეს იბრძოდნენ, ნებისმიერ ჩვეულებრივად შეგიძლიათ გადაამოწმოთ თავად თქვენს ეს ყველაფერი და არანაირი პრობლემა არ არის, ამიტომ ამათი მონაწილეობა და ამათი გმირობები საერთოდ კარგად არის აღწერილი უტყუარი მტკიცებულებებით აი ამ ბაზაში და ახლა გადავიდეთ მაგალითად აი გვარები, რომლებიც მთავრდება შვილით. აი დააკვირდით. ბოჭორიშვილი, გულაშვილი, მიქიაშვილი, ეს გარდაცვალების თარიღები არის მითითებული. სად დაიღუპნენ 1707-93 წელი, 0904-93 წელი. ნადარეიშვილი, ესენი სულ ყველა აფხაზეთის თავდადებული გმირები და პატრიოტები არიან. შავდათუაშვილი, გერბატონო. ასე რომ არ არის ეს მარტო ის გვარები, რომელი გვარებიც იაზე მთავრდება. აი მაგალითად ძეზე დამთავრებული გვარები, რომლებიც ასევე მონაწილეობდნენ. აბაშიძეთი იწყება აგერბატონო და 92 წელსაა დაღუპული, ეს ომის დაწყების მომენტში არის. აი ძეზე დამთავრებული გვარი. ბაღდავაძე, აბაშიძე, ბესლანაძე, გოცირიძე. აი, შეგიძლიათ ნახოთ. აი. ყაფშიძე, ყიფშიძე, ყაფაშიძე უკაცრავად. აი. თოფურიძე, ურატაძე. შეგიძლიათ ნახოთ. ესენი ყველა ქართველები, რომლებშიც არანაირი ესე იგი განსხვავება შეიძლება იყოს ისე როგორც ჩემში თქვენში, ცეცხლაძე, აგერბატონო, ჭელიძე, ჩხეიძე. დიახ, ესენი ყველა აფხაზეთისთვის დაიღუპნენ. იანით დამთავრებული გვარები, აქ ერთი გვარი აღმოჩნდა, თვალსაჩინო შორის ესეთი ცნობილი გვარი, თავადების გვარი, ახვლედიანები, 2
მეტი არ აღმოჩნდა ამ ბაზაში იანზე დასრულებული. აი კიდევ ნახეთ, ახლა რაც შეეხება იათი დამთავრებულ გვარებს, ამაზე უკვე ზედმეტი არის საუბარი. ზოგი რო თავს აფხაზად თვლის, ზოგი რო თავს მეგრელად თვლის და საერთო ჯამში, აი ეგ რა ბაღათელია რამდენი არიან. უბრალოდ აი ამათი აი ესენი მონაწილეობდნენ აფხაზეთის გათავისუფლებაში ბრჭყალებში. ზოგიერთი სურათებიც არის. გაბელიები, ბაღათელიები, გაგულიები, გაბელიები. უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ნამდვილად უნდა ვიცოდეთ. ესენი იძახოდნენ, ესენი ხო იძახიან სლავა უკრაინეს. აი ესენი იძახოდნენ სლავა აფხაზიას. და იარაღით ხელში ებრძოდნენ საქართველოს და ქართველებს. იმისთვის რომ აგერა დარსალია, ჯანგელია, ჯელია, ჯინჯოლია. ნახეთ რამდენი არის. რამდენი არიან ესენი? სულ ყველა ქართველები არიან საქართველოს წინააღმდეგ. ერთიანი საქართველოს წინააღმდეგ. ნახეთ. კვარაცხელია, კაკულია. ნახეთ კვარაცხელიები რამდენი არიან. ლომად ძალიან ბევრი. სამწუხაროდ, საუბედუროდ ჩვენთვის. ქუთელიები ნახეთ. არიან ესენი ჩვეულებრივად იძახდნენ სლავა აფხაზიას. აი კიდე მინდა გაჩვენოთ მაგალითად აი ეს ადამიანები, რომლებსაც ასევე სუფთა ქართული გვარები აქვს. აი კვესკირებს შეხედეთ რამდენი არიან. მე კიდე ერთხელ მინდა ხაზი გაუსვა. ყველა გვარში არის ცუდი და კარგი. ყველა გვარში არის ცუდი და კარგი და მე არ მინდა რომ რომელიმე გვარს მევაყენო შეურაცხყოფა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ იქეთ მხარეს არათუ უკრაინელი აი ესეთი გადაგვარებული ქართველებიც გვებრძოდნენ და ქართველის წინააღმდეგ პირველად არ ხდება საქართველოს ისტორიაში ბლომად იყო ესეთი ძმათამკვლელი ომები, როდესაც ისტორიის ერთ მხარეს იდგნენ ერთი ადამიანები, რომლებიც სწორ მხარეს იდგნენ და მეორე მხარეს იდგნენ ადამიანები, რომლებიც არასწორ მხარეს იდგნენ. როგორც იმ უკრაინელის ტყვიას აყავს ქართველი მოკლული, ისე ყავს ამათ. ისე ყავთ ამათ მოკლული ქართველები და მე უბრალოდ აი უნდა გაჩვენოთ ერთი მარტივი რაღაცა. აი ხელოვნურ ინტელექტს შევეკითხე ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ორდენებთან და დაჯილდოებასთან დაკავშირებით და აი ნახეთ, ახლა უცებ რომ გმირები, რომლებიც ქართული გვარების არიან, დააგვირდით აქ. ვინჯია და სიტყვაზე ალექსანდრე ანქვაბთან დაკავშირებით, რომ დედა ყავდა ქართველი, ესე შემდეგ. ანქვაბი საერთოდ არ ყოფილა აფხაზი, რო იცოდეთ, არათუ მარტო დედა ყავდა ქართველი, ანქვაბი რეალურად იყო ლაზი. მიუხედავად იმისა, რომ პიროვნულად ეს ადამიანი შეიძლება თქვა, რომ მტერია, მაგრამ ვაშკაცი მტერი არის და კაცი არის, ქვია, ნახდათ შემიძლია მე იმ ისტორიებიდან გამომდინარე, რაც ანქვაბზე შემიძლია გამიგია და ვიცი ამ ადამიანის ცხოვრება, ერთიანი საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი და შემდეგ აფხაზეთის პრეზიდენტი იყო. გაყევით ბატონო ლეონ მეორის ორდენებით დაჯილდოვებული ქართველები.
უამრავია ლეონ მეორის მამაცობის ორდენი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ასე რომ ჩემოგარგებო, ეს ომი იყო ძმათამკვლელი ომი. ძმათამკვლელი ომი იყო და ერთი უბედურება ის იყო, რომ ქართველები ერთმანეთს ხოცავდით. ქართველები და აფხაზები, ზოგი აფხაზად თვლიდა თავს, ზოგი იქეთ ამხარეს თვლიდა. მაგრამ მეორე არის, როდესაც სხვა ძალა ჩაერევა ამ ყველაფერში, ორი ძმის ომში ჩაერევა მესამე. და მივიღებთ იმ შედეგს, რა შედეგიც აქვს მიღებული. იმიტომ, როდესაც ადამიანი მონაწილეობას აპირებს სხვის ომში, უნდა დაფიქრდეს ამ ყველაფერთან დაკავშირებით, რამდენად მართებული იქნება, რა შედეგს მოიტანს მათი მონაწილეობა ამ ყველაფერში. ასევე მინდა ერთი საინტერესო მომენტი გაჩვენოთ. ახლა მინდა გაჩვენოთ მაგალითად ვიდეო, რომელიც არის ჩრდილო კავკასიელების შეკრებიდან გადაღებული და აი ნახეთ, რას ამბობენ თვითონ ჩრდილო კავკასიელები ქართველების მონაწილეობაზე აფხაზეთის ომში საქართველოს წინააღმდეგ. Хотим этого или не хотим, на каком-то уровне общения оно все равно будет. Я за. И как Ибрагим говорит, я врагом никогда грузин не был, потому что даже абхазы удивлялись, у меня всю войну был заместитель министра обороны, грузин-водитель со своим оружием и удостоверением бойца вооруженных сил Абхазии. Хотим этого или не хотим, на каком-то уровне общения оно все равно будет. Я за. И как Ибрагим говорит, я врагом никогда грузин не был, потому что даже абхазы удивлялись, у меня всю войну был заместитель министра обороны, грузин-водитель со своим оружием и удостоверением бойца вооруженных сил Абхазии. აი ვინც გაიგეთ, ნახეთ რომ გვერდით ხავდა ქართველი მინისტრის მოადგილეს, წოლად, წოლი ქართველი თავისი იარაღით და მტკიცებულებით, რომ ის იყო ქართველი და მონაწილეობდა ამ ომში. ესენი არიან აფხაზეთის გმირები, ერთ-ერთი მათ შორის არის იბრაგიმ იაგანოვი, რომელიც ბოლო დროს ძალიან დადებითად საუბრობს ქართველებზე. და აი მე მაგალითად მინდა გაჩვენოთ თქვენ კიდევ ერთი სამარცხვინო ადამიანი, რომელიც სამარცხვინო ადამიანიც თვითონ ქართველია, ცოლი ყავს აფხაზი და იმ აფხაზებს როგორ მიმართავს, რომელმა აფხაზებმა ომში არ მიიღეს მონაწილეობა, მათ შორის მე მყავს ერთი მეგობარი, თემო ხაჭბა. პოეტი ბიჭი არის, თბილისში ცხოვრობს, რომლის მამასაც დედა ქართველი ყავდა, არ მიიღო ამ ომში მონაწილეობა საერთოდ, რომელ მხარეს უნდა ვესროლო, არ ვიცი მეო, არ შემიძლია ამ ომში მონაწილეობის მიღებაო და გადმოვიდა აქეთ, წამოვიდა ოჯახით და აი ესეთ ადამიანებს დააკვირდით, გვარად ჭანტურია, რომელიც თვითონ არის აფხაზების სიძე, ნახე როგორი სიტყვებით მოიხსენიებს. Кто родился на земле Абхазии, те бежали пешком, блядь. А кто-то остался тут, вот. А в надеждах кто-то думал, через год война закончится. Вашу я маму я ебал, блядь. Не то что война, пожизненно нахуй дернули ноги, блядь. Псы ебаные, блядь. Кто родился на земле Абхазии, те бежали пешком, блядь. А кто-то остался тут, вот. А в надеждах кто-то думал, через год война закончится. Вашу я маму я ебал, блядь. Не то что война, пожизненно нахуй дернули ноги, блядь. Псы ебаные, блядь. აი ჩემოგარგებო, თანამედროვეობაში ქართველები, რომლებიც აფხაზეთში ცხოვრობენ და განსაკუთრებით ანტიქართული დამოკიდებულებით გამოირჩევიან. ახლა ბოლოში მე მინდა შემოგთავაზოთ თქვენ ერთი გონება აცდენილის საუბარი და ძალიან ყურადღებით მოусმინეთ, რომელიც ძალიან კარგ გამართულ ქართულზე საუბრობს. ჰოი მეგრელი ქართველი არ არის.
1939 წლიდან, ანუ პირველი მსოფლიო ომი, მეორე მსოფლიო ომი როდესაც დაიწყო, იმ დროიდან უკვე დაიწყეს ანუ მეგრელების ქართულად აღწერა, თორემ მანამდის უკვე ანუ 1926 წელში მგონი უკვე მეგრელი ცალკე იწერებოდა, მაგრამ და ამას სამწუხაროდ თუ არ ვიცი ასე თუ ისე, ანუ წინააღმდეგობა მეგრელების მხრიდან არ მოჰყოლია. მე ჩემს თავს ვთვლი მანამ სანამ მეგრელი ერი ანუ მეგრელი მანამ სანამ მეგრელი არ იქნება მე ვიქნები აფხაზი რატომ ზოგმა აირჩია უმრავლესობამ ინტელიგენციამ მაშინდელმა აირჩია რომ ქართულად ჩაწერილიყვნენ რადგან სტალინი მეტაურობდა საბჭოთა კავშირს ზოგმა აფხაზად ჩაიწერა თავი და მე აი ამ ზოგის არჩევანს გავაკეთებ და ასე რომ იცოდეთ ანუ მეგრელი ყოფილა მეგრელი და არა ქართველი ჩემო ძვირფასო მეგობრებო და მოდის შევიყვაროთ ეს სიმართლე რა სიმართლეს წინ ახლა ამის თავი მიცა ჩემს ნაფიც მეგრელს მეტი არ მინდა არაფერი და ახლა ალბათ აი ამ ასეთი ბიოლოგიური ნაგვის წარმოჩენისთვის რომ არის ბიოლოგიური ნაგავი და მე ხაზს არ უსვამ რომ მანდამაინც ის მეგრელია ნახეთ უამრავი ძეზე შვილზე და სხვადასხვა გვარებზე სხვადასხვა ქართული გვარები რომლებიც აფხაზეთის გულისთვის დაიღუპნენ და იბრძოდნენ არ უსვამ ამას ხაზს მაგრამ აი ეს ავადმყოფები რომლებიც მე მუდმივად მაბრალებენ ეს რა ქვია თურმე მე მეგრული სეპარატიზმის არ ვიცი მეგრელების წინააღმდეგი ვარ მეგრული ენის წინააღმდეგი ვარ თავმირტყმული რაღაც დაავადებული ავადმყოფი კასტა საქართველოში რომელიც საკმაოდ ბლომად არის შეკრებილი და როდესაც მე საქართველოში ვიყავი მათ გავეცი შესაბამისი პასუხი აი ესეთ ბიოლოგიურ ნაგვებზე რომლებიც ასეთ რაღაცებს ბოდიალობენ და ეს ერთეული შემთხვევა არ არის ეს აგრძელებს თავის საქმიანობას და სხვათა შორის სტალინს ადანაშაულებს ყველაფერში რომ თურმე სტალინს ძალით მეგრელები უქცევია ქართველებად და მეგრელი ცალკე ყოფილა და ეს საზიზღარ მოკლედ ამ კაც საფლავში არ აყენებენ არც ლიბერალები არც ეროვნულები არც რუსები არც ევროპელები არც ამერიკელები მოკლედ ეს სტალინი ყოფილა რა ყველაფრის თავი და ბოლო და აი მოусვინეთ ახლა ერთი კიდე რას ბოდიალობს ახლა ამ ყველაფერს მე დღეს თავისუფლად შემიძლია რომ ვთქვა რომ მე არა ვარ ქართველი მე ვარ მეგრელი მე ეს შემიძლია დღეს სტალინის შიშისგან გავთავისუფლდე რომელიც ეს შიში აიკიდა ჩვენმა წინაპრებმა სტალინის შიშით ხალხი მეგრელები ერთხმად გაიძახეს რომ ქართველები ვართო და ქართველებად ჩაიწერეს თავი სტალინისადმი სიყვარულის თუ შიშის გამო მაგრამ მეგრელს იმიტომ ქვია მეგრელი რომ არის მეგრელი და ის საბჭოთა კავშირის დროინდელი ცპიერული ფილმი პირველი მერცხალი სადაც ფოთი გურიის ნაწილად არის წარმოდგენილი ესეც ეს ცპიერდება მეგრელებთ აბრალით და თქვენ ბევრად ორმაგად ცპიერები ხართ თქვენ სამეგრელოს იკეტაკით ვინ ცხოვრობთ ფოთი სამეგრელოა ფუთი სამარგალორე ესეც ამას არ ვამბობ არავისი გულის მოგების მე ვამბობ სიმართლეს ჩორთი არის ჩორთი გინ მეგრელი იყოს ნებისმიერ ახლა ეს რო ექიმს გაასინჯო გეტყვით რომ ჯამრთელია და ნორმალურია მიეცით კაცო მიეცით ამ კაც ერთი ბინა ფოთში და იცხოვროს და ფუთი რო გაახსენდა ფოთამდე ამ უპატრონოს ფაზისი მაინც გაახსენებოდა რა უძველესი ქალაქი არის ფაზისი კოლხეთის და ვინ უარყოფს ამას მე ვერ გამიგია მაგრამ აი ასეთი დაავადებული ადამიანები ესენიც კი სტალინს აგინებენ და რატო აგინებენ სტალინს ასაგებია აფხაზებიდან ნახდათ მესმის იმიტომ რომ
სტალინის ხელმძღვანელობით მოხდა აფხაზეთის შემოერთება საქართველოს დანარჩენ საქართველოს შემადგენლობაში. დიახ, აფხაზებს ქართული ასწავლეს სტალინის პერიოდში და აი სიმართლე გითხრათ, აი ძალიან ვინატრებდი ამ მომენტში ლავრენტი პავლოვიჩ ბერიას, რომელიც ალბათ დიდი სიყვარულით მოგიდებდა აი ესეთ ქართველებს და აი ესეთ ქართველებს, რომლებიც აფხაზების მხარეზე იბრძოდნენ და ჯილდოები აქვს მიღებული ან თავი აქვს დადებული ეგრეთ წოდებული დამოუკიდებელი აფხაზეთისთვის და კარგად გაუყენებდა კუდიგორის გზას. აი ჩემოკარგებო, სამწუხაროდ და საუბედუროდ ჩვენ აი ესეთ პრობლემებს ვერ ვხედავთ, ან არ გვინდა დავინახოთ და რა შეიძლება ამ ყველაფერზე თქვას ადამიანმა. ხალხო, ადამიანს შეიძლება კონდეს ქართული სახელიც, ქართული გვარიც, საქართველოში ცხოვრობდეს, მაგრამ სული არ კონდეს ქართული. სული არ კონდეს ქართული. და ამის მაგალითები ისტორიაში უამრავი არის. აიღეთ თუნდაც ხრესილის ბრძოლა. აი უბრალოდ ვიღებ ხრესილის ბრძოლას, თორე ესეთი ბრძოლები უამრავი ყოფილა. სოლომონ პირველი ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული მეფე და ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მეფე საქართველოს ისტორიაში. როდესაც იმერეთის ჯარი, არა მარტო იმერეთის ჯარი, რა თქმა უნდა, სამეგრელოსიც იყო, აფხაზეთიდანაც იყვნენ, მათ შორის ხუტუნია შერვაშიძე იყო, რომელმაც 16 თურქი აკაფა იმ ომში და დაეცა, თვითონაც დაიღუპა. და ესეთი ფიცის კაცები და ვაჟკაცები, რომლებიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის და ტყვეთა გაყიდვის აკრძალვისთვის იბრძოდნენ საქართველოში. და მათი ჯარი სულ 11,000 მეომარს შეადგენდა. ოსმალური კორპუსი, რომელიც იყო შემოსული საქართველოში ოსმალ სამხედროებთან ერთად, მათ გვერდით მხარდამხარ იბრძოდნენ ახალციხის საფაშოდან, ახალციხის ფაშის თამადობით წამოსული უამრავი გამაჰმადიანებული ქართველი, რომლებიც ახალციხის ფაშას ემორჩილებოდნენ, ასევე ფოთის ფაშის ხალხი იყო, ასევე მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში რაჭის ერისთავები ლევან აბაშიძე და თან ერთად მეომრები და საერთო ჯამში რომ გამოვიდეს ეს ყველაფერი 44,000-იანი ოსმალური არმიიდან დაახლოებით 20,000 იყო მხოლოდ უშუალოდ თურქი. დანარჩენი ეს მოღალატე ქართველები და მათი არმია იყო საქართველოში, რომლებიც კანონიერი მეფის და ტყვეთა გაყიდვის მომხრე იყო. ამიტომ არაფერი განსხვავებული დღეს საქართველოში არ ხდება. ეს ადამიანები, რომლებიც ზოგი შიგუკნიდან ევროპაში იძახის, ზოგი შიგუკნიდან უკრაინაში, ზოგი, რა ქვია, ნატოში, ზოგი კვატოში, ზოგი სადღაც გარბის, ზოგი, კი ბატონო, გინდა თუ არა, რუსეთი რო ურჩევნიათ ყველაფერს და რუსეთი არის მათი სამშობლო და გადაგვარებული ქართველები, რომლებიც კი ბატონო რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მომხრე, რომელი ნორმალური ქართველი არ უნდა იყოს, მაგრამ რუსზე მეტი რუსი არ უნდა იყოს საქართველოსთან მიმართებაში, ისინი პირიქით რუსეთის შემადგენლობაში საქართველოს შესვლას უჭერენ მხარს და რაშია საქმე, იცით? როდესაც საქმე საქმეზე დადგება, და როცა საქმე საქმეზე მიდგება, ასე მოხდება. ეს ხალხი საქართველოს წინააღმდეგ ჩვეულებრივად ჩაეწერებიან უცხო ქვეყნის არმიებში და ჩვეულებრივად წამოვლიან საქართველოს წინააღმდეგ. ეს პირველი შემთხვევა არ არის. მათ შორის მინდა გაგახსენოთ თქვენ, რომ ეს ქართული ლეგიონების ისტორია საიდან დაიწყო, საიდან ჩაიყარა ამ ყველაფერს ქართული ლეგიონის საფუძველი. პირველ მსოფლიო ომში გერმანელების დაქვემდებარებაში, პირველ მსოფლიო ომზე მაქვს საუბარი, ოსმალეთის არმიის შემადგენლობაში იქნა შექმნილი ქართული ლეგიონი, რომელი ქართული ლეგიონიც ოსმალურ არმიასთან ერთად საქართველოს განთავისუფლებას ისახავდა მიზნად რუსეთიდან. ხო და დიახ ჩემოკარგებო, მთელი მსოფლიოს ინტერნაციონალი გვებრძოდა აფხაზეთში, მაგრამ ვერავინ ვერაფერს ვერ გვიზამდა, აი ესეთი ქართველები რო არ გქონოდა.
დღესაც საქართველოს ვერავინ ვერაფერს ვერ უზამს, აი ესეთი ბიოლოგიური ნაგვები, რომელიც ბიოლოგიური ნაგვებიც არიან საქართველოს სოციუმში, და ვითომ პუტინის სიძულვილით მოქმედებენ და რუსეთის სიძულვილით მოქმედებენ და სინამდვილეში საკუთარი ერის და საკუთარი ქვეყნის განადგურება უნდათ, აი ეს ადამიანები ჩვეულებრივად მიიღებენ მონაწილეობას საკუთარი ერის და საკუთარი სამშობლოს აუხრებაში და განადგურებაში და აკეთებენ კიდეც. უბრალოდ ახლა ჯერ საქართველოში ომი არ არის. ამას ჰიბრიდული ომის ენაზე ქვია ჩვეულებრივი სამოქალაქო არმია, რომელიც აწყობს გადატრიალებებს, აწყობს არეულობებს, ახდენს უამრავი დივერსიების მოწყობას, არ აქვს მნიშვნელობა ტურისტებთან მიმართებაში, არ აქვს მნიშვნელობა სხვადასხვა კონფერენციებზე, იგივე გავრილოვის ღამეების დადგმაში და ასე შემდეგ, სანამ აი ამ მეხუთე კოლონიდან საქართველო და ქართველიერი არ განთავისუფლდება, მანამდე საქართველოს გაბრწყინება კი არა, ხო? უბრალოდ არსებობა არ უწერი. აი მე დღეს გაჩვენეთ თქვენ ეს ადამიანები და ვინც განსაკუთრებით ვენებს იჭრიდნენ, აი დიახ. აი ეს ხალხი ხართ თქვენ. ეს ხალხი ხართ თქვენ. აბსოლუტურად ყველა გრანტი, აბსოლუტურად ყველა პრემია, აბსოლუტურად ყველა დაფინანსება საქართველოს და ქართველიერის წინააღმდეგ, რომელიც თქვენ და თქვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს აქვს მოპოვებული ქართველი ერის და საქართველოს გადაგვარებაში, იგივე სეპარატისტების მიერ დაჯილდოვებული ჯილდოა, იგივე აი ეს ჯილდო არის, რომელიც ჯილდოც თავის დროზე მიანიჭეს 16 წლის გურამ ჟორჟის ძე ფაჩულიას დამპყრობელ სისხლისმსმელ ქართველების წინააღმდეგ. აი ეს ახლა 16 წლის ბავშვი იყო მაშინ და შეიძლება ცოტა მეტი აზროვნება რო ქონოდა, არ მოეკიდა ამ ყველაფრისთვის ხელი, მაგრამ თქვენ უკვე შემდგარი ადამიანები, ცხოვრებანანახი ადამიანები ამას აკეთებთ შეგნებულად. რა მნიშვნელობა აქვს ჩემო კარგო, შენი სამშობლოს წინააღმდეგ? სლავა უკრაინას დაიძახებ, სლავა რუსიას დაიძახებ, სლავა თურქიას დაიძახებ თუ სლავა ნატოს და სლავა ევროკავშირს დაიძახებ. ეს ხალხი იმ შემთხვევაში სლავა აფხაზიას იძახდა. დიახ, ეს ჩვენი ისტორია. და უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია იმისთვის, რომ მომავალში არ იქნას ეს ყველაფერი განმეორებული. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. გთხოვთ მაქსიმალურად გააზიაროთ ეს ვიდეო. ვისაც გაქვთ სურვილი დონაციების, ქვემოთ იქნება მითითებული საბანკო ანგარიშის ნომერი და მადლიერების ნიშნად, ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ გააკეთოთ დონაცია. კარგად ბრძანდებოდეთ.